ბექა რა გინდა ახლა ხანს მოვედი მაფიის ჩაწერიდან 3 კვირაა უკვე მიმების ეპიზოდი არ გამოსულა რა სელოდები რას ვაკეთებდი 1000 საქმე იყო კაცო ან მანქანა იყო იქ გასაკეთებელი კიდე სახლის საქმეები კიდე სხვა ვიდეოები ხო არ მაინტერესებს დაუცლებელია ახლა ჩავწერო ანუ ამ წამს სხვა რაღაც ხო როგორც არ მაინტერესებს უკვე 3 კვირა არ გამოსულა მიმების ეპიზოდი კიდე გეუბნები დადასტურებულია მიმები ხალხი ელოდება რას მიკეთებ ანუ მან და მაინც ახლა უნდა ჩავწერო ანუ სხვა რაღაცას ვაკეთებ ახლა და რო ცოტა მოვიცადოთ არა კი დღეს უნდა ჩაწერო ახლა უნდა ჩაწერო აი ხო ჩავწერ მიმები ინტროს მუსიკა დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით დაგებრუნდით მომდევნო ვიდეოთი. დიახ, გვეღირსა, დიდხნიანი ლოდინის მერე გვეღირსა მიმების ეპიზოდი მოვიცალე როგორც იქნა ოჩახ Beka. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მინდა რომ თხოვნით მოგმართოთ. ალბათ ყველა მიცით თემურ გვარაძის არხი, ხო? თემურ გვარაძის არხი არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოვედი YouTube-ზე. ქართული YouTube gaming არხებიდან პირველი არის, რომელიც მომხდა თვალში თემურ გვარაძის არხი, სანამ დავიწყე YouTuber-ობა და სანამ მოვედი ამ პლატფორმაზე. თემო არის მგონი ერთ-ერთი პირველი let's player-ი საქართველოში და მთელი ამ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ხარისხი არხზე არ დაუგდია. ყველანაირი სირთულების მიუხედავად, რაც კი ზღორებაში აქვს თემოს, ანუ ძალიან ბევრი საქმე აქვს, ეს full time job-ი არ არის მაგისთვის YouTube-ი. მოგეხსენებათ, ალბათ იცით. და იმის მაგალითად რომ ხარისხი დააგდოს არხზე და ცოტა რაღაცა ისეთი ვიდეოები გამოუშვას, რომ უბრალოდ სწრაფად გაკეთებადი იყოს და ნახვადი, ეგეთ რაღაცას არასდროს არ აკეთებდა თემო. ყოველთვის აკეთებდა იმას, ძირითადად რაც თვითონ უყვარდა. ამ ყველაფერმა პირადმა პრობლემებმა, პირადმა საქმეებმა, დროის უქონლობამ და პლუს იმან, რომ YouTube-ზე თავის ვიდეოებზე შედარებით ნახევარმა დაიწია, ანუ რასაც აკეთებს ხოლმე მართლა გულით და რაც თვითონ მოსწონს, აკეთებს ხოლმე კი შეერ დაკეთებს ძალიან community-ის თხოვნით ვიდეოებს, მაგრამ ანუ თვითონ რაც უსწორდება, ხო, მართლა და რაშიც მთელ გულს დებს იმ ვიდეოებზე შედარებით ნაკლები ნახვები აქვს ხოლმე და ეს ძალიან ცუდია. სამწუხაროდ YouTube-ის ალგორითმი ცოტა უცნაურად მუშაობს და ყველას არაწვდის ხოლმე. ნოტიფიკაცია იქნება ეს თუ რაც იქნება, ანუ შესაბამისად ნახევარმა ცოტა დაიწია. თხოვნა იქნება, რომ შევესციოთ თემოს, არ დავაკარგინოთ мотивация, რადგან თემოს ვიდეოების გაჩერება იქნება ძალიან ცუდი ქართული YouTube სივრცისთვის, რადგან დავკარგავთ ერთ-ერთ უძლიერეს ქართველ YouTube მოღვაწეს. მისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ, ანუ გაუკეთებია კიდე ვიდეოები, როგორც ვიცი, იმაზე თუ როგორ დებს ვიდეოებს, რითი იღებს, რითი ამონტაჟებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უდებს თავის არხზე, როგორც მახსოვს. ძალიან საინტერესო კონტენტს აკეთებს, ანუ მარტო გეიმინგს არ ეხება ეს. მშვენიერ ვლოგებსაც დებს და მშვენიერ განხილვებსაც დებს. ამ მართლა პროფესიონალურ დონეზე. რისიც მე ძალიან მშურს და არ გამომდის შესაბამისად. ანუ როგორც გითხარით, თხოვნა იქნება შევესიოთ თემოს არხს, გამოვიწეროთ თუ ეჭველი. ხშირად უყუროთ ბოლო ვიდეოებს, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს შენიშნავთ მის ვიდეოებში, რაც გამოგადგებათ თქვენს მომავალ YouTube კარიერაში. აქედან გამომდინარე, ჩემი მხარდაჭერა თემოს არ დაუგდოთ ამ კაცს мотивация, უეჭველი უნდა გამოვიწეროთ და დავალაიქოთ მისი ვიდეოები, რაც კი გამოვა. შეგიძლიათ ძველ ვიდეოებსაც გადახედოთ, რა თქმა უნდა, ძალიან გადაობა ვიდეოები აქვს გადაღებული. გააქტიურებული გქონდეთ ზარეზღილაკი და ასე შემდეგ. всё, ეს მინდოდა მეთქვა. აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს. კომენტარებში იქნება მიმაგრებული თემოს არხი, პლუს აღწერაში იქნება, სადაც გინდათ გადახედეთ. ახლა კი დავიწყეთ მიმები. მე და ჩემი ძმაკაცი თუ ერთ სიზმარში მოვხვდით, აბა. რა მოიტაცეს? რა ყავს ხელში? وطبيلتي اليوم كلها من عند تيمي وكلها ب0 درهم الا بغيتي تكوني من المستفيد What? რაღაცა მოიტაცეს და გარბიან. ეს რა კინოა თუ რა სკეჩი აზზე არ ვარ, მაგრამ ოკეი. ჩემი კლასი. რა ხდება ჩემი კაი. მეცორაკ. Nice. მე ჩემი კლასი გამახსენდა თქვენ წარმოიდგინეთ. Nice. აბა აქ რა ხდება? ტუარი ხოქება ხა მანქანა. პლუს ესეც ვიყიდე. ყავისფერი აღარ იქნება, იქნება თეთრი ლამაზი. მეც ეს რასისტული ხუმრობა იყო? ნუ გამხვდეთ ამ შარში, მე არაფერი ეგეთი არ მეგულისხმია, რო იცოდეთ. ხმა არ გავიგო რა ვიცი. აუ ეს კლიპი ვიცი. ოპელი რა ხოძეა აქ ნახეთ. Mercedes და BMW მტვერში დატოვა იმენა. ფორსაჟი გაიჩითა ქართული. Nice, რა მოდრიფტა. უკანა წამყვანია ღადაო. ვექტრა არის ეს? თითქოს უკანა წამყვანიაო ისე დადის. ხო, აი უკანა მოასრიალა. კასკადეროს ბრავო. აბა აქ რა ხდებაო?
ese tiro y un coche se punta esa faca. რა თქმა უნდა ჩემი მხეცი ოპელი სხვათა შორის საღებავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აქვს და ცოტა ხნის წინ დავამუღამე მანქანის შეღება ჩემი აუდის ფრთა შევღები და საკმაოდ კარგი გამოვიდა ეხა პოლირება გადამრჩა იმიტომ რომ ლაკი არ მეყო რაღაც და წავსი არ კარად მაგრამ საწყისი ფენა მეორე და მესამე კარგად იმოსკენი კარგად დავასხი მე მგონი ჩემგან მალიარი გამოვა ასე რომ შეიძლება ოპელის საღებავით აღვადგინო ნახოთ მუღამზე ვარ ასევე მეორე არხზე სავარაუდოდ კიდე გამოვა აუდიზე ვიდეო ვინც არ იცით წინა ვლოგს ვინც არ უყურეთ ავარია მომივიდა აუდიზე ჩემი ბრალი იყო დიახ ყველაფერი კარგადა ყველაფერი ხოძეა მაგრამ ეგრეთ წოდებულ ღრიჭოებში ზაზორებში არ ჯდება ფიზიკურად რაღაც იმიტომ რომ დეფორმირდა რაღაცნაირად ასე რომ წინა მხარე უნდა გავაკეთოთ custom ertan არის ესეთი არხი, ქართული არხია, საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე აკეთებენ სათონოქე სამუშაოებს, ნუ ერთი პერსონა არის არხზე, ვინც აკეთებს იმას, შეიძლება კიდევ ვინმე ეხმარება, მაგრამ ძირითადად ეგ ჩანს ხოლმე ვიდეოში, მაგასაც გავარკვევ ხვალ არა და შაბათს უნდა წავიდე და მე ვიდეო როცა გამოვა რა. თქვენ ნახავთ მოკლედ. მეორე არხზე დაიდება ის აუცილებლად ასე რომ არ დაგავიწყეთ გამოწერა. მეორე არხი გვაქვს უკვე 10000-ს გამომწერა, ისიც დიდი მადლობა უკვე 4 თვე არ დამედი ეგ ფიზიკურად ვიდეო ვერ დავდე, ანუ არაფერი ისეთი თემა არ მქონდა გადასაღები, ნუ როგორ არ მქონდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ გადავიღე, ასე რომ შევეცდები ცოტა გამოვაცოცხლოთ ის არხიც. ბექა ჩემს დამიკო ძალიან უყვარხარ და გადაწყვიტა რომ გადაეღო ვიდეო მუსიკა ნაცრისფერი მანქანა, რაი, ცისფერი აბის პაროდიის, ნაცრისფერი აუდის კიდე პაროდია, ნაცრისფერი მანქანა, პაროდია გადაობთ. აბა მოვისმინოთ. Baitwa loginchi. არაწუხებდა ბაიში. აუ საყვარელია. შეხეთქა ბევრი არაყი. დაის მონტაჟი. ამოყო თავი ვანაში. ლამაზი ხელებია, ფეხებია. რა კაი ტიპია ხوار გადაო. ხებია. Baitwa loginchi. Nice voice over. არაწუხებდა ბალიში. რამდენი ხარ გადაობ და თავისი დაამონტაჟა არ მიყადაოთ ახლა ძალიან მაგარია. გახსოვს საღებავი რომ გძრებოდა სახიობობა პაჩენიკი რომ გძრებოდა გახსოვს ეცლიცინგაზე რომ მიყავი გახსოვს Nice გენაცვალე ისიც მახსოვს ყველაფერი აუ ზასაყალობა მახსოვს ბენზინი თხილველი გენაცვალე არაწუხებდა ბალიში შეხეთქა ბევრი არაყი აუ ძალიან მსერდება აუ არა საღოლ 70 მილიარდ მიმკულას იმსაყურებს ეს ისე მობილ ბაკული რომ რა ვიცი აღავიტირებ ძალიან საყვარელი ხარ უღრმესი მადლობა ბრავო მონტაჟი იყო უეპიკესი და წარმატებები შენ მსახიობობაში აშკარად გამოგდის მერჩი ჰუდები ძალიან კომფორტული და გემრიელი იყო დრო მეც გემრიელია ვთქვი ჰუდები ძალიან კომფორტული და გემრიელი ჰუდებია ხო დიახ გემრიელი ჰუდებია ნამდვილად არა არ გამისინჯავს მაგრამ სამწუხაროდ ეგ მერჩი არ აქვს ხა გაყიდვაში თუ რაღაცა მერჩი შემოვიდა აუცილებლად გაიგებთ ჯერჯერობით არა გეგმაში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ორგანიზება და ფინანსები სჭირდება მაგას აუ ეს მომენტი მაგრამ მიყვარს თემოს ვიდეოდან მუხლზებლად სხვათა შორის თემომ დადო მიმების ეპიზოდი თემო შემოგვიერთა მიმებში უეჭველი უნდა უყუროთ მაგასაც თემოს აქვს Discord ჯგუფი რომელიც ამ მიმების ეპიზოდში ანუ თავისი მიმების ეპიზოდში აღწერაში წერია უეჭველი გაწევრიანდით დაპოსტეთ მაგ ჯგუფშიც მიმები მიაყარეთ აი ესე ტომრით მიაყარეთ მიმები და შემდეგშიც განეხილავს რა თქმა უნდა აუ მეთქი მარტო ჩემი ბავშვობის ფოტო არისო ეს და სულ მალე და silver plug-ი უჭირავს ხელში ხوار გადავ 96400 გამომწერზე ვარ სასტავ როცა ვწერ ამ ვიდეოს აი ისე ახლოს ვართ რომ რა ვიცი აი ისე ახლოს ვართ უბრალოდ საკმარისად ვერ გადაგიხდით ჩემ გამომწერებს მადლობას აი ძალიან მაგრები ხართ ოპა ანიმაცია გავიკეთეს კიდე let's go შარინგანი გვაქვს What's the difference between selling on a marketplace and selling with Shopify? When you build a store. Hello. Hello, Slender BM. It's me, Hidachi. Okay. Maklav Rasangani Shani or Reese. Okay. Rasengan! Sodniya zmao. Easy, არ მაინტერესებს easy. რა იტაჩი, რის იტაჩი. შეხედეთ. ანიმე დასტური გვაქვს იმისი რომ იტაჩიზე ძლიერი ვარ. всё. დაჟე ბავშვობაში ვიყავი იტაჩიზე ძლიერი. გამაუშვით ნებისმიერი. თან კონოჰას სავარჯიშო ბახში რო ვართ.
არავინ ვიჭები ბავშვობის ფოტოებში. დიახ, მეც მაქვს ეგეთი ფოტოები და არ ვაპირებ მაგ ფოტოების გავრცელებას. 7 წლის მე და ჩემი ძმაკაცები უყურებთ იმ თვითფრენავს, რომელშიც მიშაზის მიჰა ყველა მიცით ეგ ყველა აბსოლუტურად ყველას მქონდა ეგ პერიოდი. ყველა თვითფრენავში მიშა გვეგონა. ჩვენ TikTok live-დან. მე და კეთის TikTok live იყო ეს პირველად რო გავედით. პირველად არა მეორე TikTok live იყო ჩემი და მე და კეთის პირველი live ერთად. და ისევ ეს ტიპი. სიცანცადის და კრედიტის ხმა შემომისმანე და რა ხდება სიცანცარს. დედბუდი. ეგ ავდოდა და ანებე თავი. შენ რა ნამდვილი ხარ? აბა დავიტკიცე. აშევილი ეს კაციმენა. საღადოები არიან. ეს არის იდეალური მარკეტინგული სვლა სასტავ. What are you doing, you oaf? She's pretty. Ho. And you're ugly. Now let's get to work. ბაზარი არა. მე და ჯემალას ჩვეულებრივი საუბრები. აკრაბჭამე? პილპილი. კლაპავ მე ყოფილა. არა ხო გეუბნებით არაფერი გეშველებათ ხო რა? დამიჯერეთ. კიდევ ერთი Slender BM ტორტი. Nice. მთლად ჩემს ლოგოს არ გავს, მაგრამ არც ისე ცუდი, არა რა ცუდი, ძალიან მაგარია. ჩემი ლოგოს ვარიაციებია ეს. და მადლობა შენებს, რომ ასეთი ტორტი მოგართვეს. და მოგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს, ხო, როგორც მივხვდი. აქ რა ხდება, რაღაცას ვერ ვაკეთებ უეჭველი კარგად, ხო? შეგიძლიათ ეს მთელი 7.1 აუდიო და კონტროლებით ვარ გჭირდებათ. მთელი ამბები მოაძროთ, უკაცრავად კიდე მიკროფონი. ხო, ნუ ეს მიკროფონი ჩემ ხელში როგორც ცოცხლობს აზზე არ ვარ, მაგრამ საყო ხარისხი, HyperX. Okay. Nice guy. აუ გაბუს. როცა შენ ძმას წყლის მოტანას თხოვე და მართლა მოგიტანა. რა ხდება? როდესაც ვარკეთილელი ასეირნებს თავის ძაღლს პარკში, ნუ გეშინია ძმა, უბრალოდ გეთამაშება. არა, მართლა იმ ხელა ძაღლებს ასეირნებენ ხოლმე, რომ რა, საპირისპიროდ თუ მოდიან, მე 1-3 კილომეტრით გავდივარ გვერდზე და გზაზე ისე გადავდივარ. სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ ეხა ჩემს შიშს იგრძნობს, სუნზე მიხვდება, რომ მაგრამ ეშინია და მეცემა, არ ვიცი, ეგეთ შეგრძნებები მაქვს. დიახ, ძაღლოფობია მჭირს, რა ვქნა. მასწავლებელი წყნარად მიესალმებთ ბავშვებო ერთმანეთსო. სიცოცხლე! ლალას გაუმარჯოს! რა გიტაბა დარჩა მოვარდე! თავიდანებე პარაშუტის გაგოებს! ოკეი, ხუჩასა ვარცხელია. აი რატო? საიდან? ვის მოაფიქრდათ? ავტორი მომიყვანეთ. POV მე და ჩემი ძმაკაცი სიზმრებს მულტიპლეიერი რო ჰქონდესო. ზუსტად. ხობაზე ხო ვიჩალი ჩოთ. მომბეზდა ეს მანქანა. და მე დიდი მანქანა მინდა. შლანგი მაქვს, გადავას. ყველაფრისგან არ შეიძლება მიმის გაკეთება, ყველაფრისგან. 0 მიმქულავს, всё. როცა საბოლოოდ გაიზარდე და მშობლებს აზრს აღარ ეკითხები. მშობლებისთვის საკმარისად ვერ გაიზდები. მაინც პატარა ბავშვს დარჩები. ძველი ბიბი ამარაბასორია. კარგია. არავინ 50+ ხალხი ჩატ ალტერნატივში. ბავშვს გადასცა საჭმელი. ნატლია. ზემოთ აიხედე ნატლია გიყურებს თუ როგორც არის. Please rotate your phone, მაიცა. ირაკლი მოკლო. შლანგი ავიღოთ და ჩამოასხათ. აი მე შლანგი აიღე ჩამოასხი, всё. როცა შენი მიმის სლენდრას ვიდეოში მოხვდა. აუ, ვიცი მგონი ეს. არა, არ ვიცი. მაგრამ ოკეი, speed, ოკეი, დამშვიდი speed, დამშვიდი. ყველაფერი გზია ჯიგარო. არა, speed-ის ამ ენერგიას ვერ ხვდებოდი, ძალიან ოვერი რეაქტებს ყველაფერს. და თქო უნდა ეს მაგის ნამდვილი ემოცია არ იქნება და მაგ ნამდვილი რეაქცია უბრალოდ შოუსთვის აკეთებს ამას. მაგრამ ბევრს მოსწონს. მე ძალიან ვიკრინჯები ხოლმე, აი ძალიან. ვამბობ მე კრინჯობაზე რამეს. მე ვამბობ რამეს კრინჯობაზე, გაჩუმდი ბექა. POV long drive მანქანა გარბის სლენდერასგან და ამ დროს სლენდერა. პირველივე წუთებში მანქანა დამიგორდა და გაიქცა სადღაც ამერიკაში. მაღაზიაში ვარ და როგორი ზომის ხორცის ნაჭერი წამოვიყო. მე როცა 5-ის ვიყავი. ბაზარი არა.
ჩვენი სპორტ დარბაზი იყო, საძინებელი ოთახი და ბალიში იყო გრუშა. არ თქვათ რომ არ გაიკეთებიათ ეგეთი რაღაცა. ყველას გაუკეთებია. ძალიან საყვალო ფოტო დააფიქსირეს სტრიმიდან. მეგობარი, როგორი ადამიანი გჭირდება ყველაზე მეტად? ამ დროს მე. დიახ, ჩემი ადამიანი მე ვიპოვე. ყურებამდე შეყვარებული ვარ სასტავ. გაჭედილი მაქვს, გაგიჟებული ვარ, იცით თქვენ რას ნიშნავს? დღე ღამე შუადღე სუმასზე ვფიქრობ. შეიძლება ესეთი რაღაცა, როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა, არ ვიცი. მაგრამ ყველას გისურვებთ რომ ესეთი სიყვარული იპოვოთ. ველოდები როდის მოთოვს რომ კომპოტი გავხსნა. იოვი დედას უთხარი სკოლაში რო არ წასულიყავი, თავი მტლივაო. ტკივაო, ოკეი. გრამატიკა. მგონი თქვენ დაგჭირდებათ ისევ ჩემი გრამატიკის გაკვეთილები. მე ბავშვობაში როცა დაბადების დღეზე ფული მაჩუქეს და დედაჩემმა მე შეგინახავო. საწეიღეთ ჩემი ფულები. საწეიღეთ ჩემი ფულები. დე რო გადამინახე მაშინ 20 ლარი მომგვარე ეხლა. ოკეი, არ შეიძლება მოშარდო ხესთან, მე მაგრამ ძალიან გვიჭირს, ხო? არა უშოს, არავინ დაგვინახავს, ხო ასეა? ვაიმე ჩემი. ზედამზე რა იყო? რაებს დავისტანა. ქორწილში სლენდერას განხილვის ვიდეოები, არ იცის? ვის რა შეინტერესებს ქორწილი? კამადალია უყურა სლენდერას. ეგა. ხო და ჩემო შოკოლადო ხალხო, მივუახლოვდით ვიდეოს დასასრულს. ყველას უღრმესი მადლობა გემრიელი მიმების დაპოსტვისთვის. იაქტიურეთ, არ შეჩერდეთ, მიმები გრძელდება, არ წყდება, სანამ თქვენ დაპოსტავთ მიმებს, იქამდე გამოვა ვიდეოებიც. როგორც გითხარით, თემოს არხიც ყველას უნდა გქონდეთ გამოწერილი. დაუბრუნოთ мотиваცია მაგკაც, რადგან ძალიან ბევრს შრომობს თითოეული ვიდეოსთვის. უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დისლაიკი დატოვეთ, მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და